ჰანს ჰოლბეინ უმცროსმა ამ ერთი შეხედვით უწყინარი ნახატის დახატვით საკუთარი სიცოცხლე გარისკა. და იმისათვის რომ გავიგოთ თუ რატომ, მასში უხვად ჩაქსოვილ ფარულ სიმბოლიკებსა და მინიშნებებზე ვკონცენტრირდეთ. ამ ორმაგი პორტრეტის პირველ მნიშვნელობაში ორ ძლიერ მამაკაცს ვხედავთ. მათი მდიდრული ჩაცმულობა ძალაუფლებაზე მიგვანიშნებს. ნამუშევრის ცენტრში მათემატიკა, გეომეტრია, ასტრონომია და ხელოვნება რენესანსის ელიტის ინტერესებს ავლენს. თუმცა ამ თვალის მომჭრელი ბრწყინვალების მიღმა საიდუმლო გზავნილია. საკრავის გაწყვეტილი სიმით ის ჰარმონიას აღნიშნავს. წიგნი, რომლის წაკითხვაც არა მხოლოდ სიტყვით შეგვიძლია, არამედ ისიც ჩანს თუ რომელ გვერდზეა გადაშლილი. და ამ გვერდზე მარტინ ლუთერის სიტყვები შეგვიძლია მოვიკითხოთ. კალენდარი აღდგომის დღესასწაულზეა მონიშნული, რომელსაც ქრისტეს ჯვარცმა დაჰყურებს ზემოდან, თითქმის შეუმჩნევლად. და გგონიათ აქ მოვრჩით, ეს ლაქა სინამდვილეში ოპტიკური ილუზიაა და როდესაც ნახატს მარჯვნიდან მიუახლოვდებით, თავის ქალის ანამორფულ პროექციას დაინახავთ, რომელიც თითქოს გვახსენებს, რომ ვერც სიმდიდრე და ვერც ცოდნა ვერ აიცილებს თავიდან სიკვდილის გარდაუვალობას. ყველა ეს კოდი გასაგებია, მაგრამ მთავარი კითხვა აქ კი არ მთავრდება, არამედ იწყება. ვის უგზავნიდა ჰანს ჰოლბეინი ასეთ საშიშ მინიშნებებს? იგი ჰენრი მერვეს სამეფო კარის საყვარელი მხატვარი იყო. აქ კი ისტორიიდან პატარა გაკვეთილის მოშველება დაგჭირდება. დიახ, ჰენრი მერვე ინგლისის ის მეფეა, რომელმაც 40,000-დან 70,000 ადამიანამდე სიკვდილით დასაჯა, მათ შორის ორი საკუთარი ცოლი. ჰანს ჰოლბეინი ამ ნახატით თითქოს გვეუბნება. ის, რაც ერთ დროს ასეთი დიდებულია, საბოლოოდ ამ ჩონჩხის ნაწილად იქცევა. ბრავო ჰანს, ნამდვილად გაბედული საქციელია.